ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება ევროკავშირის მხრიდან პასუხია საქართველოში დაწყებულ რეპრესიებზე. ასე ხსნის ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი გმობს, რომ საქართველოს ქუჩებში ბოლო 2 თვეა ძალადობა მიმდინარეობს და შედეგად არავინ დასჯილა. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოთ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიათ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას. ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელმა 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებელითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთ შიდა წესებში უნდა დანერგონ. ქართველი ოფიციალური პირებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათისაა და ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მის აღსრულებას დაელოდებიან.